საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მერვედ მთლიანობაში კი მე-17 გახდა. გუშინდელი შეხვედრა ბორჯღალოსნების გამარჯვებით ანგარიშით 46-28 დასრულდა. პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა. მინდა გულშემატკივარს მოუხადო, მადლობა, იმიტომ რომ ამდენი ხალხი ლოკომოტივზე დიდი ხანი არ მახსოვს და მადლობა მათ დაფასებისთვის და მობრძანებისთვის და გვერდში ყოფნისთვის. რაც შეეხება ფინალი იყო, მოსალოდნელიც იყო შეცდომები ორივე გუნდის მხრიდან, მაგრამ პირველი ტაიმის შემდეგ უკვე ჩვენი თამაში მიპოვეთ და ანგარიშიც აისახა. რაგბი ჩვენთვის, ქართველებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ღირსეული და საამაყო სპორტის სახეობაა და არა მარტო სპორტის სახეობაა. თქვენ ახართ მაგალითი ყველა მოზარდის, ყველა მოქალაქის თქვენი შეუპოვრობით, თქვენი ძალისხმევით, მიზანდასახულობით, რომ მოღვაწეობთ და მაგალითს აჩვენებთ ჩვენს მომავალ თაობას. აღსანიშნავი თემაა, რომ ჩვენი საამაყო ერისკაცის ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული წვლილი და დახმარება რაგბის კავშირისთვის მან უპრეცედენტო ხელმოქმედება განახორციელა რაგბის მიმართულებით, იცით რომ 200 მილიონამდე იყო გაღებული მისი მხრიდან და პირდაპირ გადასცა რაგბის კავშირის მთელი ბაზები, რომლებზეც მომავალი თაობები უკვე გაიზარდნენ და იზრდებიან და უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს ჩვენი რაგბი. მართლაც უპრეცედენტო მაგალითი არის ერისკაცობის და მინდა მას განსაკუთრებული მადლობა უთხრა. ასევე გამოსარჩევია ჩვენი ხელისუფლების ხარდაჭერა სპორტის მიმართ. პირადად ვარ მომსწრე 80-იანი წლებიდან მოყოლებული შემდეგ 90-იანი წლებიდან იმ წარმატების რომელიც იქნებოდა აბიჯ ქართულ რაგბში და დღეს ვართ განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოახლოეს წლებში ქართული რაგბი კიდევ ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს, სიმბოლოდება ძალიან მნიშვნელოვანი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 2 წელიწადში გაიმართება და იქ ჭირდება ასეთივე გარდამტეხი წარმატება. ეს იქნება რა თქმა უნდა ჯგუფიდან გასვლა, შემდეგ ეტაპზე წარმატება და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევთ მომდევნო წლებში. თქვენ ხართ ძალიან ღირსეული წარმომადგენლები, ძალიან ღირსეული თაობის, რომელიც აგრძელებს რაგბის განვითარებას ზრუნვას და მინდა მომავალში ძალიან დიდი წარმატებები გესურვოთ. ქართული რაგბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენი მორაგბეები დააჯილდოვა ღირსების ორდენებით, რომლებმაც იტალიასთან და უესთან გამარჯვებით ზღავს სიხარული აჩუქა თითოეულ ქართულ გულშემატკივარს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორდენები დამატებითი სტიმული იქნება ჩვენი მორაგბეებისთვის იმისთვის, რომ მომავალში არაერთი დიდი გამარჯვებით ახაროს ჩვენი გულშემატკივარი. ეს ორდენი შემთხვევითი არ არის და ეს მთელი ცხოვრება გაყვება ამ თაობას. და მე ჩემ სიტყვაში ვახსენე და ახაც გავიმეორებ, რომ ეს არის იმ ვეტერანების მოტანილი წვალებით, უბურთოდ ზოგჯერ უმოედნოთ ნათამაშებით მოტანილი ეს მედლები და ჯილდოები, რაც დღეს ჩვენ მივიღეთ და ამისთვის მადლობა პრეზიდენტს. ცალსახად მინდა აღვნიშნო საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო მხარდაჭერა და რომ არა ეს მხარდაჭერა ამ 4 წელიწადში ეს შედეგი ვერ გვექნებოდა. გარდა ფინანსებისა მონალური მხარდაჭერა რაც ჰქონდა და როდესაც ვეტერანები ვახსენე და ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს დაჯილდოვდნენ, გაიზარდნენ იმ მოედნებზე, სადაც პატრონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ხელმოქმედებით 15 სარაგბო ბაზა აშენდა. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის, ნებისმიერ იმ ადამიანისთვის, ვინც ამ წარმატებისთვის ძალიან ბევრი გააკეთა. მადლობა მთავრობას, მადლობა პრეზიდენტს დაფასებისთვის. ჩვენ ამ გამარჯვებას და ჩვენ გავლენით გზას რაც გავიარეთ 2022-ში ეს იყო ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წელიწადი. შევძელით ორჯერ 6 ერის ტიერ 1 წარმომადგენელი გუნდი დაგვემარცხებინა. დიდი მადლობა რა თქმა უნდა თითოეული მოთამაშისგან პრეზიდენტს. ძალიან ვაფასებთ ამას, ამ ჯილდოს და რა თქმა უნდა სამომავლოდ ეს ჩვენთვის мотиваციაც არის, რომ მსგავს შედეგს ხშირად მივაღწიოთ. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით 2022 წელს ამ გამარჯვებების მიღწევა, ასე რომ ვთქვათ, და ეს 2 დღე ქართული რაგბის და არა მარტო ქართული რაგბის, ზოგადად საქართველოს ისტორიაში ძალიან ღრმად დიდი ასოებით არის ჩაწერილი. და ჩვენი მოთამაშეების ერთ-ერთი მიზანიც ეგ არის, რომ რაც შეიძლება ხშირად გავიმეოროთ ესეთი დღეები და ხშირად გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი. პირველ რიგში მინდა შევეხო იტალიას. მე ვფიქრობ, რომ იტალიასთან თამაში ძალიან დიდი როლი ითამაშა გულშემატკივარმა, მოგეხსენებათ იყო ბათუმში.
მადლობა მინდა გადაუხადო იქ ჩამოსულ გულშემატკივარს, იქაურ ბათუმელ გულშემატკივარს, ვინც მოვიდა თამაში, დაგვაფასა, ძალიან დიდი მუხტი მოდიოდა. რაც შეეხება უელს, წინა ინტერვიუებშიც ნათქვამი მაქვს, რომ როდესაც 75,000 გულშემატკივარი არის და ამ 75,000 საქართველოს დროშა ჩანს, ეს ძალიან დიდი мотиваციაა ჩვენთვის მორაგბეებისთვის. და ზუსტად ეს იყო უელსთან ჩემი აზრით. იმიტომ რომ პრინციპალიტიზე უელსში, კარდიფში ძალიან დიდ გამარჯვებას მივაღწევთ გულშემატკივართან ერთად, იმიტომ რომ 91 წუთი იყო, ბოლო შერკინება იყო, გავიხედე მარჯვენა მხარეს და დავინახე ზუსტად საქართველოს დროშა და მაგან უფრო დიდი мотиваცია